კარიერა 40 წლის ასაკში დავასრულე. უმაღლეს დონეზე 22-23 სეზონი ვითამაშე და ყოველი სეზონით სიამოვნებას ვიღებდი. ჩემთვის მაინც ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ეროვნულ გუნდში და ასევე ყველაზე დიდი იმედგაცრუება. როდესაც უყურებ და ხედავ, რომ სხვებივით კარგი ფეხბურთელი არ არის, კარში ვაყენებთ. ვფიქრობ, ეს უნდა შეიცვალოს. ჩვენ პატარა ქვეყნები ვართ და კლუბებს ამის მიხედვით ვაშენებთ, რადგან არ შეგვიძლია ფეხბურთელებში 100 მილიონი გადავიხადოთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მენტალიტეტი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ჩემთვის ეს გართობა იყო, რადგან ხალხი ამას როგორც სამსახურს ისე აღიქვამს. მე კი ამას ასე არასდროს ვუყურებდი, რადგან დაკავებული ვიყავ იმის კეთებით, რაც ძალიან მომწონდა. რა თქმა უნდა, აიაქსში ვიწყებდი. შემდეგ იყო ეროვნული გუნდი, ტრანსფერები. იღვიძებ ყოველ დილით და მიდიხარ სამსახურში. ასე ვუწოდოთ. თუმცა კი ამას ასე არასდროს აღვიქვამდი. ჩემთვის ეს ჰობი იყო და სხეულზე უნდა მეზრუნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. კარიერა 40 წლის ასაკში დავასრულე. უმაღლეს დონეზე 22-23 სეზონი ვითამაშე და ყოველი სეზონით სიამოვნებას ვიღებდი. ვფიქრობ, ახლა ცოტა შეიცვალა. იცით, რომ კლუბში აღარ ვარ ჩართული, მაგრამ ადრე აკადემიიდან პირველ გუნდამდე მთელი ხაზი იყო. ერთი გზა ფეხბურთის სათამაშოდ. აიაქსის გზა, როგორც ამას უწოდებენ. მაგალითად, ბოლო წარმატებულ გუნდზე თუ ვისაუბრებთ, ეს იყო 2019 წელი და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ფრენკი დე იონგთან ერთად, სადაც ასევე ბევრი ახალგაზრდა იყო აკადემიიდან. ახლა ცოტა სხვაგვარად არის. ახლა ასეთები არიან იური ბასი, კენეთ ტეილორი, რომლებიც აკადემიიდან მოვიდნენ. ჩემი აზრით, მათ ჯერ კიდევ დრო სჭირდებათ და უნდა ნახონ, შეძლებენ თუ არა კიდევ უფრო განვითარებას. მაგრამ ვფიქრობ, ეს ძალიან რთულია, რადგან თავი უნდა წარმოაჩინო. თუმცა თანამედროვე ფეხბურთში ამის დრო აღარ გაქვს, რომ კლუბი ან გუნდი ააშენო. საჭიროა შედეგის ჩვენება, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და ასე შემდეგ. ასევე ამისათვის ბევრი ფული გჭირდება. ასე რომ ადრინდელთან შედარებით ახლა უფრო გართულებულია. რა თქმა უნდა, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. ჩემთვის ის ყველაზე გამორჩეული თამაში იყო და ამასთანავე ყველაზე რთული, რადგან დავმარცხდით. მაგრამ ჩემთვის მაინც ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ეროვნულ გუნდში და ასევე ყველაზე დიდი იმედგაცრუება. თუმცა ეს ფეხბურთია და ვამაყობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ვითამაშე და იყო შანსი ნიდერლანდების ნაკრებში ტიტული მომეგო. შეეხება ლივერპულის მეკარეს, ცხადია, მამარდაშვილი ალისონის უკან დგას, მაგრამ ის დიდი მოთამაშეა, რომელიც ვალენსიადან მოვიდა. მე მას ევროპის ჩემპიონატზე ვუყურე და ძალიან კარგი მეკარეა. კარგი მომავალი აქვს. ჯერ 24 წლის არის და წინ გრძელი კარიერა ელის. რაც შეეხებათ ახალგაზრდა მეკარეებს, როგორც თქვით, საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ არც ნიდერლანდებია ბევრად დიდი. თუმცა ყველაფერი აკადემიიდან იწყება, როდესაც ყველა ფეხბურთელზე საუბრობს. ვფიქრობ, მეკარისთვის დამახასიათებელი აზროვნებაც უნდა გქონდეს. ყველაფერი ჩვეულებრივ უნდა ხდებოდეს, როდესაც ბავშვს მეკარეობა არ უნდა. როდესაც უყურებ და ხედავ, რომ სხვებივით კარგი ფეხბურთელი არ არის, კარში ვაყენებთ. ვფიქრობ, ეს უნდა შეიცვალოს, რადგან ფეხბურთს მეკარის გარეშე ვერ ითამაშებ. ეს მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობაა. ასე რომ ვფიქრობ, ყველაფერი აკადემიიდან უნდა დაიწყოს და საჭიროა მეკარეების კარგი მწვრთნელები ყავდეს, რომ ახალგაზრდობიდან უმაღლეს დონეს მიაღწიონ. მაგალითად, გერმანიის ნაკრებში ყოველი მატჩისთვის 4-5 მეკარე ყავთ, რადგან იქ ბევრი მაღალი დონის მეკარეა. ნიდერლანდებში კი სხვაგვარადაა, რადგან ჩვენ უფრო ნაკლები ვართ. ცხადია, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში გვყავდა ედვინ ვან დერ საარი და მეკარეებზე აღარ ვინ საუბრობდა, რადგან უკვე გვყავდა კარგი მეკარე. ვფიქრობ, ბოლო 2 წელია ვერბრიუგენის სახით კარგი მეკარე გვყავს და შეუძლია ეროვნულ გუნდში მომდევნო 10 წლის განმავლობაში ითამაშოს თუ ასე გააგრძელებს. მაგრამ საჭიროა, რომ აკადემიებში კარგი მეკარეების აღზრდა გაგრძელდეს და უმაღლეს დონეს მიაღწიონ. ასე რომ ვფიქრობ, ყველაფერი აკადემიიდან უნდა დაიწყოს. I think it starts in the academy.
No, first of all, wish him all the best, of course, but პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. როდესაც ორ კლუბს მხოლოდ ეროვნულ დონეზე ვადარებთ, მაშინ დიდი განსხვავება არ არის, რადგან დინამო თბილისი საქართველოში უდიდესი კლუბია და ცხადია ნიდერლანდებში ასეთი აიაქსია. ორივე ამ კლუბმა უმაღლეს დონეს აკადემიების ხარჯზე მიაღწია. ჩვენ პატარა ქვეყნები ვართ და კლუბებს ამის მიხედვით ვაშენებთ, რადგან არ შეგვიძლია ფეხბურთელებში 100 მილიონი გადავიხადოთ. შესაბამისად, ჩვენ ისინი აკადემიებში უნდა აღვზარდოთ, რომ პირველ გუნდში მოხვდნენ და შემდეგ დიდ მოთამაშეებად იქცნენ. ვფიქრობ, რომ ეს არის ამ ორი კლუბის საერთო. კარგი ფილოსოფიაა და ის არ უნდა შეიცვალოს, რადგან პირველ რიგში არ გვაქვს ფული, რომ 100 მილიონიანი ფეხბურთელები შევიძინოთ. ვფიქრობ, ეს სწორი გზაა. ასე უნდა გაგრძელდეს და ვეცადოთ კიდევ უფრო I think გამაუმჯობესო. this is the right way, and keep going and try to make it even better.